ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი გახდა სიტყვა, რომელსაც ყველგან ხვდებით. ხედავთ მას მედიაში, ვისმენთ პოდკასტებში, კითხულობთ სოციალურ ქსელებში. მაგრამ ხშირად ამ თემაზე საუბარი ან ზედაპირულია, ან ზედმეტად შიშზე აგებული. თითქოს ეს ყველაფერი მომავალში მოხდება და დღეს ჩვენ არ გვეხება. რეალურად კი ხელოვნური ინტელექტი უკვე მუშაობს ჩვენს გარშემო. ის უკვე იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ხშირ შემთხვევაში ისე, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ. როცა ბანკი გვეუბნება უარს სესზე, როცა რეკლამა ზუსტად შენზეა მორგებული, როცა YouTube ან TikTok-ი ისე გაჩვენებს კონტენტს, რომ მეტი დრო გაატარო ეკრანთან. ძალიან ხშირად ამ ყველაფრის უკან ალგორითმები და AI დგას. მნიშვნელოვანია ერთი რამ თავიდანვე გავიგოთ. AI არ ფიქრობს ისე როგორც ადამიანი. მას არ აქვს ემოციები, ინტუიცია ან შეგრძნებები. ის მუშაობს მონაცემებით, რიცხვებით და სტატისტიკური ალბათობებით. მაგალითად, როცა Netflix-ი გთავაზობს სერიალს, სისტემა არ ამბობს ამ ადამიანს ეს მოეწონება. ის ამბობს, მსგავსი ქცევის მქონე მილიონობით მომხმარებლის მონაცემებზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით ეს კონტენტი ამ ადამიანსაც დააინტერესებს. იგივე პრინციპით მუშაობს Amazon. Amazon-ში ხშირად წინასწარ იციან თუ რომელ პროდუქტზე გაიზრდება მოთხოვნა ამა თუ იმ რეგიონში. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტი უკვე გადატანილია შენს ქალაქთან ახლო მდებარე საწყობში. სანამ შენ საერთოდ გადაწყვეტდი მის შეძენას. ეს ნიშნავს, რომ AI არ რეაგირებს მოვლენებზე. ის უბრალოდ პროგნოზირებს. ხშირად ისმის კითხვა, თუ ხელოვნური ინტელექტი 10 წლეულები არსებობს, რატომ არის მისი აფეთქება სწორედ ახლა? ამის სამი ძალიან კონკრეტული მიზეზი არსებობს. პირველი გამოთვლითი სიმძლავრეა. დღეს ერთი სერვერი იმაზე ძლიერია, ვიდრე მთელი კვლევითი ლაბორატორია იყო 20 წლის წინ. მეორე ფაქტორი არის მონაცემები. სოციალურმა ქსელებმა, სმარტფონებმა და ონლაინ სერვისებმა შექმნა უპრეცედენტო რაოდენობის ინფორმაცია. და მესამე ფაქტორი, ალგორითმების სიმწიფე. ნეირონული ქსელები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიღეს საკმარისი მონაცემები და გამოთვლითი ძალა, რომ რეალურად იმუშაო. ამ სამა ფაქტორმა ერთად შექმნა ის მომენტი, რომელშიც დღეს ცხოვრობ. ხელოვნური ინტელექტი ვერ მუშაობს ცარიელ ადგილზე. თუ მონაცემები არ არსებობს, ან არის არაზუსტი, არასრული ან ქაოსურად შეგროვებული, AI უბრალოდ ვერ ისწავლის. AI-ის ხარისხი ყოველთვის ტოლია მონაცემების ხარისხისა. დასავლეთის ქვეყნებში AI დგას 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილ მონაცემებს. სამედიცინო ისტორიები, საბანკო ტრანზაქციები, სატრანსპორტო მოძრაობა, მომხმარებლის ქცევა, ყველაფერი ციფრულად არის აღწერილი. საქართველოში კი ხშირად მონაცემები არსებობს, მაგრამ არ არის ერთიან სტანდარტში. ინახება PDF ფაილებში. არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ტექნოლოგიაში კი არა, ორგანიზაციაშია. AI-ის დანერგვა არ იწყება კოდის წერით. ის იწყება კითხვით, როგორ ვაგროვებთ და ვმართავთ მონაცემებს. ხშირად გონია, რომ ხელოვნური ინტელექტის უკან დგას კომპანიები და კორპორაციები. რეალურად კი AI-ის საფუძველი ჩაუყარეს მეცნიერებმა, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდნენ იდეებზე, რომლებსაც თავდაპირველად სერიოზულად არავინ იღებდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ჯოფრი ჰინტონი, რომელსაც დღეს ღრმა სწავლების ნათლიასაც უწოდებენ. მისი იდეები წლების განმავლობაში იგნორირებული იყო. დღეს კი სწორად ისინი დგას ხმოვანი სისტემების, ტექსტის გენერაციის და გამოსახულების ამოცნობის საფუძველში. ეს გვასწავლის ერთ რამეს, ტექნოლოგიური ცვლილებები ჩუმად იწყება. როცა AlphaGo დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ალი სედოლი, ეს არ იყო უბრალოდ თამაშის მოგება. Go არის თამაში, სადაც სვლების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა ვარიანტის წინასწარ დათვლა უბრალოდ შეუძლებელია. AlphaGo-მ კი არ დაითვალა ყველა ვარიანტი, მან ისწავლა სტილი, პატერნები და სტრატეგია. ზუსტად იგივე პრინციპი გამოიყენება დღეს. ფინანსური პროგნოზებში, თაღლითობის ამოცნობაში, სამედიცინო დიაგნოსტიკაში. ეს აღარ არის თამაში, ეს არის რეალური ეკონომიკა.
მედიცინაში AI განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება. დღეს უკვე არსებობს სისტემები, რომლებსაც რენტგენის, AT-ს, MRI-ს სურათებზე სიმსივნის ამოცნობა შეუძლიათ. ზოგჯერ უფრო ზუსტადაც კი, ვიდრე საშუალო გამოცდილების ექიმს. ბიზნესში კი AI ნიშნავს კონკრეტულ უპირატესობას. კომპანიები მას არ ნერგავენ მოდის გამო. ისინი მას აკეთებენ, იმიტომ რომ ვინც არ დანერგავს, კონკურენციაში ჩამორჩება. მნიშვნელოვანია ერთი მითის დამსხვრევა. ხელოვნური ინტელექტი არ არის უცდომელი. თუ მონაცემები მიკერძოებულია, შედეგიც მიკერძოებული იქნება. თუ მონაცემები არასრულია, შედეგიც არასრული იქნება. ამიტომ AI არ არის ნეიტრალური მოსამართლე. ის ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დღეს არის, ვინ აკონტროლებს AI-ს. ალგორითმები წყვეტენ, ვინ მიიღებს სესხს, ვინ ნახავს რეკლამას, ვინ მოხვდება სამუშაო ინტერვიუზე. ეს უკვე ძალაუფლებაა და ამიტომ საჭიროა გამჭვირვალობა, რეგულაციები და საზოგადოებრივი კონტროლი. საქართველოში AI ჯერ კიდევ არ არის მასობრივად დანერგილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველ სპეციალისტებს არ აქვს ცოდნა. პირიქით, ბევრი ქართველი მუშაობს გლობალურ პროდუქტებზე, უბრალოდ დისტანციურად. პრობლემა ისაა, რომ ეს ცოდნა ხშირად ქვეყნიდან გადის. მაგრამ აქვე არის დიდი შანსი, პატარა ქვეყნებს შეუძლიათ სწრაფი ადაპტაცია. საქართველოს შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ AI გადაწყვეტილებების ექსპორტიორიც კი. AI უკვე ჩვენს ტელეფონებშია, კამერაში, კლავიატურაში, რუკებში. როცა ფოტო უკეთესად გამოდის, ეს AI-ს დამსახურებაა. როცა ტექსტი ავტომატურად გასწორდა, ესეც AI-ს დამსახურებაა. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია უკვე აქ არის. უახლოეს წლებში ავტომატიზაცია გაიზრდება. AI გახდება უხილავი, მაგრამ ყოვლის მომცველი. ადამიანები უფრო მეტად იმუშავებენ სისტემებთან. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ლოდინი. ყველაზე სწორი სტრატეგია კი ადაპტაცია. ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს ადამიანს, ის ანაცვლებს ადამიანს, რომელიც არ ვითარდება. კითხვა აღარ არის იქნება თუ არა AI ჩვენს ცხოვრებაში. კითხვა, ჩვენ რა როლს ავირჩევთ ამ ახალ რეალობაში.